თეირანში დააკავეს ისლამური უნივერსიტეტის აზადის სტუდენტი, რომელმაც პროტესტი გამოუცხადა უნივერსიტეტს და ეგრეთ წოდებულ მორალის პოლიციას, რომელიც ამონიტორინგებდა ამ ტერიტორიას. ირანულ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტუდენტმა გაიხადა ტანსაცმელი და დაიტოვა მხოლოდ საცვლები. როგორც ადგილობრივი ირანული გაზეთი წერს, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ეგრეთ წოდებული მორალური პოლიცია მივიდა მასთან და უთხრა, რომ ჰიჯაბი ეკეთა არასწორად და შემდგომ ტანსაცმლის ნაწილი შემოახია. მოგვიანებით კი გოგონამ გადაწყვიტა, რომ მთლიანად გაიხადოს ამის გამო ტანსაცმელი და რამოდენიმე წუთის განმავლობაში უნივერსიტეტის კამპუსის წინ გადაადგილდებოდა. შემდგომ ჩანს ვიდეოში, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში ის ზის, მასთან მიდის უცნობი ადამიანი და გარკვეულ მითითებებს აძლევს. როგორც აღნიშნავენ თვითმხილველები, რამდენიმე წუთის შემდგომ მივიდა პოლიცია, გოგონა დააკავეს და როგორც აღნიშნავენ, მასზე გამოიყენეს უხეში ძალა. ერთ-ერთი აცხადებს, რომ დაინახა თუ როგორ ძალით მიარტყმევინა გოგონას თავი მანქანას ერთ-ერთმა პოლიციელმა და უცნობ ადგილას წაიყვანეს ის. რაც შეეხება თვითონ უნივერსიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გოგონას აქვს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა და რომ ის გადაიყვანეს კლინიკაში. რეალურად მისი ადგილსამყოფელი არის ჯერჯერობით უცნობი, ხოლო ეს ისტორია უკვე გავრცელდა ვირუსულად სოციალურ ქსელში. არაერთმა მომხმარებელმა უკვე შექმნა სხვადასხვა ნახატი, სადაც ჩანს, რომ ეს გოგო გახდა სიმბოლო პროტესტისა, რომელიც გააჩნიათ ირანელ ქალებს რეჟიმის წინააღმდეგ. როგორც ხედავთ სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით აქტიურად ლაპარაკობენ. მე შეგახსენებთ, რომ 2022 წელს მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო ირანში, სხვადასხვა ქალაქში. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ეგრეთ წოდებულმა მორალის პოლიციამ დააკავა 22 წლის მაჰსა ამინი, რომელსაც დაადანაშაულეს იმაში, რომ მას არასწორად ეკეთა ჰიჯაბი. დაკავების შემდგომ გოგონა გარდაიცვალა, ამის შემდგომ დაიწყო მასობრივი აქციები და საპროტესტო აქციის დროს დაახლოებით 550-მდე აქტივისტი დაიღუპა, ზოგიერთი მათგანი სიკვდილით დასაჯეს და ათასობით ადამიანი არის დაკავებული.